მოგესალმებით բոլეს. კარგია რომ დღეს უფრო მოიმატა ხალხი. და რაც გავარია უფრო და უფრო უნდა მოვიმატოთ და მოვიმატოთ რომ ერთად გავაგონოთ იმ ბიზნეს ინვესტორს რომელიც ამ დღეს რომელმაც ამ დღეში ჩავაგდოთ ჩვენ. ასევე უფრო მეტად უნდა ავიმაღლოთ და უფრო მეტად უნდა გავაგონოთ იმ ხალხს რომლებმაც მიგვატოვეს. ჩვენიდან უძროღებულობდნენ და გაიბარნენ. კარგად ქონათ დაგეგმილი ინვესტორის ხალხსაც და პროფკავშირებსაც. კარგად იცოდნენ რომ ეს სიტუაცია მოხდებოდა. გაიბარნენ. იმის გამო რომ პროფკავშირი ზუსტად ამისთანა სიტუაციაში სპეციალურად უნდა ქონდეს საგაფიცვო ბიუჯეტი, რომლითაც უნდა დააფინანსოს ესეთი სიტუაციები. მაგრამ ადგენდა ესეთი რაღაცა გადაწყვიტეს კომპანიის თანამშრომლებმა და ასევე პროფკავშირის თანამშრომლებმა. მოდი თუ ესე გავიფარებით ნაძირლები ვით და თუკი არ დავაფინანსებთ ამ ხალხს, ამ აქციას, ამ პროდუქტს, თუკი ფინანსები არ ექნება, მაშინ ბრძოლას ვერ გააგრძელებთ. მოვლიან ჩვენთან მუხლეჯოგით და შეგვეფორწებით. მაგრამ ძალიან მაგრად გაუწყვილეთ იმედები. იმიტომ რომ ჩვენ ჭიათურლები ვართ სოლიდარულები ერთი მეორეს მიმართ. ხალხი, ქართველი ხალხი უდღავართ ერთი მეორეს გვერდში. ვინგანან ძალიან ბევრი ხალხი გვერდში. ზუსტად თითო ოროლა ადამიანიც კი რომლებიც გვიცილადნენ იმ ყველაფერს რაც კი აქვს, რაც კი გააჩნია. ჩვენ კიდევ და კიდევ უფრო მეტად გადავანაწილებთ ხალხში, უფრო მეტად გავაძლიერებთ ხალხს, უფრო მეტად მოვლიან ხალხი. ეს შედეგი რაც გამოიწვევს, იცი? უფრო მეტად გაბრაზდებიან იმ კომპანიაზე, იმ პროფკავშირებზე და ეს შეიძლება სახში იმალებოდნენ, მაგრამ ყველიდან სახში მივადგენთ და სახში გავარკვევთ ზუსტად რატო წავიდნენ, რატო მიგვატოვეთ, რატომ მოიქცენ ესე ნაძირულურად, არამზადები არიან და არაკაცები არიან ზუსტად, როდესაც რუეში 50,000-დან 60,000 არამე მიგონავთ ჩვენი ხელფასებიდან პროფკავშირები გაწურენ, წავიდნენ და ერთი პასუხიც კი არ დატოვეთ, როდესაც 5 წლის განმავლობაში ვაჭმევდით, ვასწრებდით, უფინანსებდით ზუსტად კაპადოკიაში წასვლას, მათ დასვენებას უზრუნველყოფდით ჩვენი ხელფასები, წავიდნენ და მადლობა მაინც ეთქვათ, ასე უსიმისოები რა არიან, პასუხი არ გაქვთ ეს არაფერზე. SMS მაინც მოეწერათ ერთად რომ მადლობელი ვარ ხალხო თქვენი, რომ შემინახეთ 5 წელიწადი. კიდე ბრაზდებია, კიდე იმას იძახიან, რომ ჩვენო კაცო, იქო, ხალხები გამოვყავითო, საინიციატივო ჯგუფს დავეხმარეთო. არადა, ჩვენი გითეული ბრძოლა ხალხმა, რომლებსაც პირები ამოიკერეს, თვალები ამოიკერეს, ესეთ საგუშაგოებზე ვინექით, არ ვატანიებთ მანგანუმს, ყველანაირად ვიბრძოდით იმისთვის, რომ რაღაც შედეგისთვის მიგვეღწია. ეს ყველაფერი მიუტანეს, დაუბრუნდით პროფკავშირს წინ, მათი სახელებით, მათი პრესტიჟი ზემოდავწიეთ, ადგენ და კიდე აქეთ შემოგვიფრინდნენ და კიდე აქეთ გლანცხოვდნენ. მაგრამ ვაი მაგად პატრონი, ლანცვა, გაშავება, ოპოზიცინარქი, წვილი და ლანცვა და გაშავება ჩვენ რო ვიცით იმისგან აუნა. სიმართლეს ვილაპარაკეთ, სულ წავშლით ჭიათურიდან.
რას ახსენებ?